გაუმარჯოს ბიჭებს. ხო. იმედია ამას ხედავთ. ბიჭებო, შემოვიდა ბარწმიდან. აი წესით და რიგით ზუსტად ამ ღარზე ველოდები რომ ტრედი შემოვა რა. მოკლედ აქ სულ მობილიზებული უნდა იყოს, შეიძლება ყველა ბუჩქიდან რაღაცა აგიფუნდეს. როგორ რამ შეგკრიბა ეს ამდენი მონადირე? გარულ ტრედზე ნადირობის მოყვარული საზოგადოება შევიკრიბეთ პატიცია. ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ აჭარიდან, ბათუმიდან. სამი კაცი გვიმშვენებს მხარს, ასე ვთქვათ და ნაწილი თბილისიდან, ნაწილი რუსთავიდან და ასე ვთქვათ სრულიად საქართველოს კომბინირებული საზოგადოება ტრედზე მოყვარული ნადირობის. მოკლედ წავედით მეგობრებო, მინდა ყურადღება მივაქციოთ, რომ კავიანი არის ჩამოსული ჩვენთან და ბალუს მივესალმებით, პატივისცემით. ბალუ, მადლობა ამ ლოკაციისთვის, იმედია გამოგვივა ნადირობა. ბალუ ძალიან საინტერესო და ლამაზი ვიდეოდან გახსოვთ თქვენ, როდესაც მწვანე ტბაზე ვიყავით ზემო აჭარაში. ბალუ და მისი სამეგობრო იყო ჩვენი მასპინძელი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიდეო ნანახი გაქვთ და თუ შემთხვევით და ნანახი არ გაქვთ ხალხო, ძალიან გირჩევთ რომ ნახოთ. გამოგდის ნადირობა. რამდენი ყავს მონადირებული? ვახ, შენ გენაცვალე, ოჯახ, რამდენ ხანში? 2 საათი გამოვიდა. გარდასარევი. მოკლედ ხალხი ნადირობს რა, არის იმის საშუალება, რომ ჩვენც ვინადიროთ, ესე იგი. ტერიტორია იმდენად დიდია, რომ მონადირეებს იტევს, დიდი რაოდენობით მონადირეებს იტევს და გზად გვხვდებიან კიდევაც ბიჭები. აღერ არიან. და როგორ ჩანს, ნანადირევიც აქვთ. გაუმარჯოს ბიჭებს. არის ნადირობა ხარისხიანი? აგრეთვე. გენაცვალე. გოგა, მე მეფიქრება ესეთ რაღაცაზე რა. ბიჭები ჩვენამდე ნადირობენ უკვე 2 საათია. ხო? და კონცენტრირებულები არიან ზევით. იმიტომ რომ იქ ზევით რწყვაც ხდება. ხო? და ნათესებიც არის. არ ვარ დარწმუნებული რომ ქვევით ეგ ამბავი გამოგვივა რა და მოდი როგორ ხნათ? შევხედოთ. თუ რამე არის, მე მგონი ამოსვლა მოგვიწევს. გუნდებმა იმოძრავა აქ ქვემოთ ზემოდან რომ დავინახეთო, ქვემოთ გადავიდა გუნდები, იმიტომ მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება. მანქანები დაინახეთ და აქეთ მოტეხით. არა, მანქანებს ესე არ ედიდებიან. მოდი ვცადოთ და ვცადოთ. სად გადავნაწილდეთ, როგორ წარმოგიდგენია ეს ყოველივე. ახე. აი დაახლოებით 100 მეტრში არის ამაღლება. დიახ. გორაკებს ხედავ მიწაყრილს. ეს მიწაყრილი შეგვიძლია გამოვიყენოთ თუქნიდან დასაფარად და წინ გავუკეთოთ საფარები და აი ეს მინდორი ავიღოთ რა. გაიგეცვალე. ცოტა გული მეთანაღება ვეღარ ხედავ გუნდებს. მე რამოდენიმე კი დავინახე რომ გადაფრინდა, მაგრამ ეს როგორი სასწავია, იცი? რომელმაც ჭამა და მიდის დასალევა. იქ ტბა არის. ხო, მაგრამ დასალევაზე ადრეა მალე. ხო, მაგრამ ჭამს, მიდის. ალენ, ბატონო, რაც დრო გადის არ მომწონს ჩემი არჩეული ადგილი. არა უშვება. იმიტომ რომ ვერ ხედავ არის დაკვირვება. დავაკვირდებით, ვნახავთ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმის მიხედვით მოვიქცევით. ჩვენი ბიჭები ხის ქვეშ დგანან. იმათად ჩართული აქვთ თაქანქარები, უდევთ ფიტულები. მაგრამ აი თელ გაყოლებაზე ალბათ ხედავთ
მონადირეების მანქანები არის ყოველ ალბათ 150-100 მეტრში. ძალიან ბევრი ხალხი არის. ლევანმა სწორედად თქვა იმდენ ხალხში გაშლა არ ივარგებდა. მარტო ჩვენ ვინადირებდით და დარჩებოდნენ ბიჭები ისე რა. მაგრამ მეორე მომენტია, ეხა ჩვენ ვართ ისე დარჩენილები. გოგა, მაქსიმუმ 9 საათი და უნდა შევიცვალოთ ადგილი. Короче, რა უნდა გვექნა იცინო და ჩვენ რო გზაში დავინახეთ ტრედები რო დავთვალეთ მე და შენ გუნდები. ამძებთ. აი მანძებთან უნდა გავჩერებული ყავით ზნო რა. სად ხდება ეგ? იქ არა? სანამ მოვედით. სანამ მოვედით? ძალიან ბევრი გუნდი და 4 გუნდი დავთვალეთ დიდი, ხო? ანძებზე ისხდნენ? ანძებზეც იხსდნენ. თუ ანძებზე ისხდნენ ბიჭებო, იქ შევძლებთ დავაჯინოთ ტრედი. იმიტომ რომ ესე იგი სადღაც იქ აქვს საშუალება იმისა, რომ წყალი დალიოს. არა, просто ისვენებს თქვა ან მოსასვენებელი ადგილი აქვს, ხო? დიდი გუნდები მოძრაობდა ძალიან იქითკენ და რო გამოვიარეთ, კი გამიკვირდა რომ მეთქი აქ რატო არ ჩერდებით, რომ სხვა რაღაცაა, ნახე, აქ ჩვენ ტრედს ვერ დავსვით. მეც ესე ბაზარი არ არის, ავლაგდით, აღარ უნდა ლაპარაკი. განმუხტეთ ბიჭებო. აქ მურტალი ის არის რომ ქარია. ისე უქარი. არა, ნუ ნიჩიო უნდა ჩავარდოთ. აი ეს ვარიანტი. უნდა შემოვტეხოთ. სხვანაირად არ დგება. ეხლა ჩავსწრებით და წყნარად ვიქნებით. ეს არის რითი კაიზოლი, ბიჭებო, წყალს სვავს აი აქვე 30 მეტრში, 50 მეტრში. აქვე იკვებება, ასე რომ ეპიცენტრში ვართ რა. ბიჭებო, შემოვიდა მარცხნიდან. 1-2 დასხე. ბიჭებო, ხო ეს თითო-თითოები დავაი. ოპა, მშვენიერი. არა და ვატოლიკოსი იყო აშკარად. დედა ხაინძელზე? ხო, ეგ იყო. კაი. შვენიერი. კაი იყო. საფაზე დასაგდება ეს ერთი შემოვიდა. მიდი. დავაი. არა, ვიღა მოვიდა. ეგ არის. კურთან გაგიშროლ, ხო ისე. შვენიერი. ბიჭებო, ყურადღება. ზურგიდან შემოდიან. ალაძიაც არ ჩიმართ. არ გაინტერესებს, შორია. წინახარია. აი რა ვერა დადიდე. ბიჭო იმდენი დაფრინავს დავიბენი რომ ეს ვესროლო აღარ ვიცი. ბიჭებო, მსროლელებმა რა ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნასროლს. რომ დაეშვება, ხო, უნდა წახვიდე და მოიტანოთ რა. ძალიან მაღაზია. ნოდა აბა ყურადღება მიაქციე შეგიძლია მაღლა სროლა და ქარი გაითვალისწინე ყველა ვარიანტი უნდა გესროლა ყველა ვარიანტი ბიჭებო დრო რო გვექნება ეს დავარდნილები იქნება სწორად დასადები აცადეთ ორივე მშვენიერი იმას დასადაგონებელი აქვს. გაგიჭედა? დაკ მომეცი მიხედო. всё? აქ ხო ჩამოვარდა კაცო რაღაც. ეგ წინ კი.
აქ რო ჩამოვარდა იმათ რატო ვეღარ ხედავ ძმებო თუ არ ჩიმოიტანა ისინი აი როგორც ნამდვილი მტრედი ვატულიკო ისე უნდა დაუდო შულო გავაციო მედი ოჩა ვაჰ რა გამისწორდა ესე ჩემი სამი მაღალზე არის კი მაგრამ მაღალზეა ძალიან ბიჭო ყველა ეს ის გაიგერაშია საქმე აქ ედა ეკოგული აი ეგუკოშო ერთი ჩამოვარდა შვენი ყურადღება უკნიდან არა ეს ძალიან მაღლაა კაცო შეუულია კარგია დავай ისეთი ჩქარი მანევრი აქვს ძალიან ჩქარი მაგრამ შეიძლება ჩამოვარდეს რაღაცა ისე დაფარფატებს თოფი არის ძალიან ერთ ადგილას კონცენტრირებული და დაახლოებით 300 შეიძლება 350 მეტრით გამოცდი ბიჭებს მარჯვენა მხარეს, იმიტომ რომ აქაც მოძრაობს ტრედი ამ ზოლზე. იქითკენ შორს მანქანებთან ლევანი არის, ცენტრში ბიჭები არიან. მოვედი და სადაც ვაპირებდი ჩაჯდომას, ერთი ცალი ტრედი ამიფრინდა. გადაღება ვერ მოვასწარე. ეხლა ჩავჯდები და დავალოდები გუნდებს. აი წესით და რიგით ზუსტად ამ ღარზე ველოდები რომ ტრედი შემოვა რა. ესეთი ბალახი არის ჩემს ირგვლივ. წესით ჩემი კამუფლაჟი უნდა შეერწყას ბუნებას. ჩავჯდები ახლა ჩემ განუმეორებელ დოლზე და ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყურადღებით უბრალოდ ძალები მოვსინჯე რა. მაინტერესებდა. საერთოდ რა გამომივიდოდა. ეგეთებზე, ხო? ეგეთებზე. ყურადღებით. ადექი. აი შემხარეს აბა თუ მიწვევი. მიწვევი მაგას. არჩი, პრინცი მოვეს. მანძილიც ხო. კაი მანძილია. ესე იგი მალე, ნოტარი რომ მომადგა ვიღაცა მიდაშალა. შორს ხარ, შორს, ბალუ, შორს ხარ. უფრო ახლოს გდია, აქეთ არის უფრო. ცოტა შევიცვალე ადგილმდებარეობა, აი ქვემოთ ვიყავი ბღობესთან. დაახლოებით სულ რაღაც 50-60 მეტრით ამოვიწიე მაღლა, არ ვიცი. რამდენად ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ხედვა მაქვს აქეთ ამ მხარესაც რა ხდება. ეს პატარა შემაღლება, სადაც ახლა ვზივარ, მიფარავდა ხედვის არეალს. ტრედი ჯერჯერობით არ ჩანს აი შორს. იქითკენ გორაკზე შეინიშნება რაღაც მოძრაობა, მაგრამ ეგ ძალიან შორია. ნახოთ ახლა სადღაც ჩაჯდა და წყნარად არის იკვებება. რაღაცამ უნდა შეაწუხოს. ბიჭები პრაქტიკულად არ ჩანან აქედან, შეიძლება რომ მოვკროპოთ და მოვაახლოვოთ პოსტზე გამოჩნდეთ. ნუ სავარაუდოდ აი მიმართულებით არიან. ისეთი მოტიტულებული არის, დიდად მიპარვაც არ გამომივა, უნდა მივიდე ავაფრინო.
მოდი შენ აქ ხიდან ამიფრინდა ისო ჩამჯდარი იყო. მოკლედ აქ სულ მობილიზებული უნდა იყო, შეიძლება ყველა ბუჩქიდან რაღაცა აგიფრინდეს და უნდა მომართული იყო. აი ჩვენი მტრედებიც. ხა მაგი ვეცდები რომ მივეპარო, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი. მიპარვაც არ გამოვიდა. ამიჭედა. ცოტა ჩემსკენ, ოდნავ ჩემსკენ. დავატირე. ხო. იმედია ამას ხედავთ GoPro-ში რა ხდება. ხო, ამიტომაც შეტყნა მოძრაობა, რომ ერთ უზარმაზარ გუნდად არიან შეკრულები. და წყნარად და მშვიდად ხედა. ამათ ეხა ვიღაცამ თუ არ დაუფთხო ანგელოზები, არაფერი არ გამოვა. ხო. ხო. ის ჩაჯდა, გავარტყი. იმას გავარტყი, ჩაჯდა აშკარად სათხაზე. რთული იქნება ახლა ამ ჯაგებში გაჭრილი მტრედის პოვნა. ნამდვილად მასე გამოვი. წესი და რიგით სადღაც აქ დაეშვა. აი აგერ არის. აი ვიპოვე მაინც. ეს. აი რა ვიცი, 1000-ობით მტრედია და ვცდილობ რომ ვერც ვეპარები და იქნება ადგნენ და რაღაცა სიკეთე იყოს. ნუ უნდა მივიდე, სხვა გზა არა მაქვს. ხა სადაც აქამდე მოვედი, ვარემ. არა და ეხა მე ამათ იქითკენ გავრეკავ. აი აღარ ვიცი უკვე რა ვქნა რა. დიდი ადექი. იმას ატვარის რო ვიცი? შორი იყო უკვე. აი ეს დაშვებას აპირებს ბიჭებო. კარგი ხარ. საღოლიკა. კარგი იყო? მეორე შენია დავით. ადექით. და იქ ორი გდია, აქაც ორი გდია. კარგი შემოფრენა იყო. გადასარევი ერთ წელს თუ შეიძლება თქვენს ნებართვით დავამატებ რა. შეიძლება დავამატო? არ მინდა დამჯდარს ვესროლო რა.
Сюда? მალე. რა შვებით ისვრით? ვერ გავიგე? ისვრით თქო? კი, კაცო, პერიოდულად ისვრით. ძალიან კარგი. ჩემს წინ არის, აი რა ვიცი, 100-ობით, 1000-ობით ალბათ, რა ვიცი, მალე იმხელა გუნდი არის შეკრული, რომ რა გითხრა. მიპარვის შანსი არა მაქვს რა. მოკლედ ძმებო, სანამ მე აქ ვიპროფესორე და გადავწყვიტე, რომ იქ გავსულიყავი, აქ გამოვსულიყავი. 2 ცალი მტრედი ავიღე და ბიჭები იქ ერთობიან და ნადირობენ. აი ესე იცის ხოლმე ინიციატივამ. თუმცა ვერ იტყვი, შეიძლება და ძალიან გამმართლებოდა და მართლა აი ამ ღარიდან გამოსულიყო ის გუნდები, რომელიც 3-4 გუნდი დავინახეთ, რომ ასე გადმოვიდა თან დაბალზე. არა უშავს, ცოტა მუხლი გავშალე, ცოტა გავისეირნე, გამოვისეირნე, ხა დაუბრუნდები ჩემი დისლოკაციის ადგილს და დაველოდები იქნებ გაამართლოს ჩემ ტვინში დალაგებულმა სისტემამ, მაგრამ აქ იმდენი მტრედი ზის და იმხელა გუნდად არის შეკრული, რომ თუ ეს გუნდი არ დაიშალა, მე არ ვიცი. სანამ გასული ვიყავი, ალბათ ბიჭებს მონადირეები არიან მოეწონათ. ჩემი გეგმა, სავარაუდოდ მიხვდნენ იქ რატომაც ჩავჯექი და რო გავედი უპატრონო ეკლესიას დაეპატრონენ ეშმაკებიო, ხო გაგიგიათ? ნუ ეს ხუმრებით რა თქმა უნდა, მონადირე კაცი არის, ნადირობს და სადაც საჭირო თulis იქ უდგება მტრედს და ობიექტს. ნუ და რა ეს გუნდი ააყენეს სანამ შენ მოხვედი, ნახე რა ხდება. აი ამ გუნდზე გეუბნებოდი აქეთ, იქით. ამოძრავდა, ეხა შეგვიძლია პრინციპში უკან მივიდეთ. ჩვენემაც დააყარეს. ხო, ანუ რაც გვინდოდა ის ვიღაცა მაშალა. ხო, აშალეს უკვე ეგ გუნდი რა, ეგ იყო ჩვენი მიზანი და ვიღაცამ მოიფიქრა და აშალა რა. შორია შანსი არ აქვს. თუ არ მოვიდა აი ამ მანძილზე არ არსებობს რა. და დაიწევა ქვემოთ, მაგრამ მიდის. საღოლიკა. კარგი იყო, ძმებო. აცადეთ ძმებო, აცადეთ, იქნება და მოვიდნენ. აცადეთ. აცადო ბიჭო. აი მოდიან, იკა ნახე. აი ესე საღო. საღო. კარგი შემოფრენა იყო, არ იყო ცუდი. მარცხნივ. ერთი შენს წინ. ნახე წინ ჩაგვიჯდა მალე, თავხედურად ჩაგვიჯდა, მივიდე? მიდი. კი, ერთი მანდ იყო სადღაც ცოტა მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. ამოიღო პატარა მის. კი. ხედავ ხომ ალენ? და სასროლზე არ ხარ? ხო და რა ვიცი აბა. წინ ბიჭები არიან, თუ მარცხნივ გაფრინდა, უნდა ვესროლოთ. შვენიერი
მე მგონი ამ ლამაზი შემოფრენით ბოლო აკორდი ავიღეთ ჩვენი ნადირობის. ეხლა მალენი ბოლო მონადირებულ ტრედს დღეისათვის მოვიყვანს და ნელ-ნელა დავიწყებთ აწყობას. მე მგონი საინტერესო, ლამაზი და სანახაობრივი ნადირობა შემოგთავაზეთ. აი, კიდე ისვრიან ბიჭები. მაღლა ძმებო. დავიწყებთ ეხლა აშლას. ძალიან მაგარი ნადირობა გამოგვივიდა. მე ვფიქრობ, რომ თქვენც ხედავდით ამ ყველაფერს. ჩემმა მეგობარმა დავითმა მოგცა იმის საშუალება, რომ თავისი მეგობრის ნაცნობის ტერიტორიაზე, რომელიც დახურული იყო, შემოგვიშვეს. გვანადირეს, მოგცეს იმის საშუალება, რომ სიამოვნება მიგვეღო და ვფიქრობ, რომ თქვენც ისიამოვნეთ ამ კადრებით. კი ბატონო, ნამდვილად ესე არის. მე სანამ შენ ბოლო ტრედს იყვანდი, ასე ვთქვათ, პატარა მიმართვა ჩავწერე მაყურებელთან, დავიმშვიდობე პრაქტიკულად და ეხლა კიდევ ერთხელ შეგვიძლია უთხრათ ერთად, რომ ვიყურეთ, დარჩით, ინადირეთ ჩვენთან ერთად და გამოვიწერეთ ჩვენი არხი, რამე თუ ჩვენთვის ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. გამომწერების გარეშე ჩვენ არც ფასი არ აქვს.